შენობის დაცვის საკითხს. ჩვენ არაფერს არა ვითხარი რა მე ვერ მიმიტიტებ სადავ. ვერ მიმიტიტებ სადავ. ვერ მიმიტიტებ სადავ. შენ მე ვერ მიმიტიტებ სადავ. მე გასევა გინდა თუ გვეუბნები რა განონზე ლაპარაკი. შიგნით აღარ შემოუშვი. იო, მე ვერ ლაპარაკობ. გუჯა, იქიდან ვხედავ. დაანებე თავი ბიჭო! დაანებე! ბიჭო! ბიჭო! ბიჭო, სიტყვა twitch-ი ასრულეთ, ბიჭო! არა მოჭიმეთ გიორგი ცოტა ეს დასად გოუში ხარი რომ დაჭიმოთ გოუში კიდე გოუში არა ბაბა 100 გრამი ფურცელი უნდა დაიკინო всё мама всё ჩავიდა всё სამეგიდე მამა საჭიროა ისე მოდი ბარი ამას აღარ დავიში ეს დაწმენების რაიმია ახლები 1 საათი მოვიწოვე თოკის გაბმარო გაყალბებული საარჩევნო ბიულეტენები გამოფენილიყო ამაზე აი თვითონაც არიციან რის გამო ფიქრობდნენ თითქოს და რაღაცის ბლოკირებას ვაპირებდით არანაირი ბლოკირება უბრალოდ ჩვენ გუშინ დავაანონსეთ დღეს იქნებოდა გაყალბებული ბიულეტენების გამოფენა და არ უნდა თორნიკე რიჟვაძეს ეთყობა მისი ადმინი თვითონ თulis რომ მისია ეს არა და არაა მისია ეს არავის გადაადგილების არ უზღუდავთ არავის უბრალოდ 1 საათით მოხდება ბათუმში გაყალბებული ბიულეტენების გამოფენა და ყველას ვისაც სურვილი გაქვთ ხოთ მოგწადეთ და ნახოთ რა არჩევნებს უწოდებენ ესენი დემოკრატები ეს დაპირისპირება რის გამოია თოკის გაბმის გამო აი ამის გამო კარგი მადლობა ჩვენებმა მოისმინეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლივადარჩიეს განცხადება ის ამბობდა თურის გამოხდა დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლის წინ რომელიც დაპირისპირება სულ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა პოლიციელები არიან აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებული ასევე მთავრობის სახლის აზრიდან გრძელდება ამ დღეს საპროტესტო აქცია აქ 8 ნოემბრიდან შეიკრიბნენ ადამიანები და მოითხოვენ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახლა არჩევნების დანიშნას ქვეყანაში როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თოკი გააბეს აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან და გაპირებენ რომ გამოფრინონ სხვადასხვა უბანზე მიღებული შემენჯამებელი ოქმები იმის დასწორად და საჩვენებლად რომ არჩევნები გაყალბდა და როგორც ისინი თვლიან ამის გამო იყო პოლიციელებისგან წინააღმდეგობა და საბოლოოდ მაინც მოახერხეს მათ რომ თოკი გაებათ ისინი ამბობენ რომ 1 საათის განმავლობაში იქნება გამული თოკი მთავრობის სახლის წინ იქნება გამოფული შემოჯამებელი ოქმები ხოლო შემდეგ მას ჩამოხსნიან რომელი კიდე რა არ მაგ ჩამოსაგადერები ისინი არ მაგ არა ქედან მოდია სამაგრებია
აგერ შეიძლება ერთი ამაში შორის. ნელა სენსაცია. ვიდეო სამაგრებია. სიო ცოტა გამოცხენს მოვირიდეთ რა. მართლა გეუბნები. ყველა ევიდება. კარგი სიტყვის სიტყვადაც შეგვიძლია. მერე სხვანაირად შევა. კონსტიტუციან პროცედურაზე შეიძლებოდა გაქრება უკვე გამოფილი შემაჯამებელი უქმები აჭარის მთავრობის ახლის წინ დაპირისპირება იყო რამდენიმე წუთის წინ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, იყო ერთგვარი წინააღმდეგობა პოლიციელების მხრიდან შობის გაბმასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ დღეს გადაწყვიტა, რომ გაება თუკი და გამოიფინა შემაჯამებელი უქმები, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიიღეს, ასევე ბათუმის საოლქო კომისიაში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს უქმები აჩვენებს არის იმის ილუსტრირება, იმის ჩვენება, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა და სწორედ მათ ეს უქმები გამოფინეს დღეს აჭარის მთავრობის ახლის წინ, სადაც უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ 8 ნოემბერში შეიკრიბნენ ადამიანები და მას შემდეგ არ დაშლილან. ისინი ღამითაც კი აქ ჩერდებიან, აქ გაშლილია რამოდენიმე კარავი, მათ შორის გზის სავალ ნაწილზე. ღამით აქ ანთებენ ცეცხლს სპეციალურ კასრებში და ღამითაც აქ ჩერდებიან. ხვალესთვის ასევე დაანონსებულია საპროტესტო აქცია თბილისში რუსთაველის გამზირზე. თუმცა ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოითხოვს არჩევნების შედეგების ბათილებას და ხელახლა არჩევნების დანიშნას ქვეყანაში. საუბარია საპარლამენტო ასევე უმაღლეს საქმის არჩევნებზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ 8-ვე აცხადებს ამ ეტაპზე უარს პარლამენტში შესვლას. ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტში შესვლა იქნება ერთგვარი აღიარება არჩევნების შედეგების, რაც არის დაუშვებელი. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება იქნება არლეგიტიმური, მას შეექმნება პოლიტიკური კრიზისი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მასიურად ხუთა თავიდან ბიულეტენების გატანა, რომ კარუსელში მიიღო ჩემი მონაწილეობა. ასე გრძელდება ბიულეტენების გაკრა აჭარის მთავრობის ახლის წინ. აქ არიან შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები, ასევე მხარდამჭერები, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა არის ხელახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. სულ რამდენიმე წუთის წინ იყო დაპირისპირება ამ საპროტესტო აქციაზე, როგორც ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ დაპირისპირების ძირითადად ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირების საგანი იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება, რომ ეს თუკი გაებათ მთავრობის ახლის შესასვლელთან და გამოეკრათ შემაჯამებელი ოქმები. თუმცა საბოლოოდ პოლიციელებმა მათ ამის ნება დაარქვეს და ეხლა თქვენ უკვე ხედავთ გამოფენილ შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც მიიღო სხვადასხვა დონის საუბნო ან საოლქო კომისიებმა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ოქმები ადასტურებს ზუსტად იმას, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. განახორციელა ოპოზიცია არასამთავრობო სექტორის შეფასებებით არის საკმაოდ სწავლე და კრიტიკული. ისინი მიიჩნევენ, რომ დისპროპორციულობის ხარისხი, ან როცა ბალანსი არ დაჭრა ოქმებში, არის ძალიან მაღალი და ასეთი არჩევნები ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში არც ერთი არ გქონია. მაგალითად, გამჭირვება საქართველოს შეფასება იყო, რომ ეს იყო ნაბიჯი უკან ქვეყნის დემოკრატიაში, აი ეს არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა ქვეყანაში.
ვიჯები წამოვით რა დახმარება გვინდა რაღაცები ესენი არის შესწორება არ შეუტანია. ანუ ეგ ძალაში მოხდა უმრავლესობა არის ძალაში. რატო? ანუ შესწორების ოქმეს არა. საერთო, მეგობრები, მოდიში, ბათუმელების დაებში ვარ. რამდენი ოქმი გამოფინეთ სულ? ხოლო იმას აქვია, ვიცი სხვა პარტიებიც მოიტანა ოქმები, 50 ოქმი, რამდენი გვაქვს? ათეულობით ოქმი, მოკლედ ესე რომ ვთქვა, ძალიან ბევრი ოქმი. ეს არის ბათუმი თუ სხვა მუნიციპალიტეტები? ძირითადად ბათუმი, ასევე რამოდენიმე ოქმი არის სხვა მუნიციპალიტეტის, რაც ამობეჭდეთ მოკლედ. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, ესე ვთქვათ, ოქმებია და ანუ საპარლამენტო საქა არ არის საპარლამენტო საპარლამენტოს ნაწილიც არის, თუმცა საპარლამენტოზე ასე თუ ისე რაღაცები მე ტექნიკური გასწორება სცადეს. რა თქმა უნდა, კანონისრული დარღვევები შესწორების ოქმები უკეთეს, მაგრამ ამაზე შესწორების ოქმებიც კი არ გააკეთეს. ეს არის საიტიდან ამობეჭდილი პირდაპირ, რაც მათ უნდა საიტზე და არის ძალიან საინტერესო ის რა ქვია, ოქმები. მაგალითად რო გითხრა მაგალითად ეს არის 105-უბანი ციხის უბანი. სადაც ციხეზე დაიკარგა 45 ბიულეტენი. ანუ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 54 ადამიანმა და 54-დან 45 ბიულეტენი დაკარგულია ოქმის მიხედვით. ანუ ეს მაჟორიტარულში აჭარის უმაღლესი საბჭოს. ეს არის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასევე არის მეორე უბანი, ის რა ქვია, ციხის, სადაც სულ 73 ამორჩეველი იყო, 400 ბიულეტენი გაატანეს და ამის მიუხედავად 54 ბიულეტენი მონაწილეობა არჩევნებში მიიღო 54 ადამიანმა, მაგრამ ყველა პარტიის ხმებს რო შეგვიძლია აღმოაჩენთ, რომ 48 ბიულეტენი აქაც დაკარგულია. ანუ ვისი 48 ხმაა ეს? მე ეჭვება რომ ეს იყოს ქართული დიდი ოდენობა ჯამში ბიულეტენების, რაც დიდი ოდენობა ბიულეტენების, რაც რამოდი პატარა უბნებს გეუბნები. აქ ნახეთ ყველა საინტერესო ასევე რატო არის გვერდით რატო გავაკეთე. ეს არის ასევე სპეცუბანი კოვიდზე, იცით რომ დაახლოებით 4000-მდე ადამიანი დაარეგისტრირეს სპეცუბნებში. 109 უბანში ამომრჩეველთა ოდენობა იყო სულ 166, მაგრამ მიღებული ბიულეტენი, ანუ იქ ხო ზედმეტი გაატანეს ბიულეტენი, ამათ ბიულეტნები არ გაატანეს, როცა წავიდნენ. სულ მისცეს 43 ბიულეტენი, მიუხედავად იმისა, რომ 123 კაცმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისად 74 ბიულეტენი არ არის. საერთოდ არ არის. ეს ოქმები ყველა ძალაშია ეხლა. იმისი რა ქვია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდიდანაა ესენი ამოღებული. რომ შესწორების ოქმია. არ ახლავს. კიდევ ამითი არის ხმები დათვლილი. ანუ როცა გვეუბნება ჟვანია რომ ქონდა ტექნიკური შესწორებიო, რაღაცები გავასწორეო, რაც ქონდა. ესენი გასწორებულებში არ შედის. ნახეთ, რამდენი ოქმია გამოკრული. და ეს არის ოქმები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ჟვანია ტექნიკურ, ესე ვთქვათ, შესწორებებს ეძახის, რომელთაც ნათლად ჩანს, სად რამდენი ხმა არის მოპარული ქართული ოცნების მიერ. ვინმე ჯერა რომ იმასა ქართულ ოცნებას მოპარენ აქ ხმები, ხო ყველა კარგად ხვდებით რაც მოხდა. რა ვიცი, მეტი თვალსაჩინოებისთვის გამოვაკარეთ ჩვენ ეს, გავაგზავნეთ ბუნებრივი ამ ტიპის აქტივობებს. მე ვიცი რომ ყველა ჯერა ამ ქვეყანაში რომ არჩევნები გაყავდა. თუმცა კიდევ ერთხელ, რა ვიცი, ჩვენს იმას რა ქვია, პატვისაცემ პოლიციის თანამშრომლობისას მათ შორის ვაჩვენებთ ახლა ოქმებს, რომ თვითონაც დარწმუნდნენ რომ ნამდვილად ბიზნეევანიშვილმა არჩევნები კი არ ჩაატარა, გადაგვახია ყველას ერთად თავზე, პოლიციას პირველ რიგში და ბუნებრივია მერე. კარგი, აქ რო გითხრათ დღეს რას აპირებს ოპოზიცია ბათუმში, ანუ გაგვთ რა რაიმე გეგმა, ან ჩვენ პოლიტიკური გამოსვლები, საპროტესტო აქციებს, იცით რომ 20 საათიან რეჟიმში გვაქვს და ვაგრძელებთ. ეს ერთგვარი აქცია პერფორმანსია,
ცოტა მოგვიანებით დაიწყება გამოსვლებიც სცენაზე, ისევ იქნება რა თქმა უნდა მორიგეობა და გამეკაროში დარჩებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვემზადებით კვირა დღისთვის, იცით რომ ხვალ თბილისში დიდი აქცია გაიმართება, ჩვენთან არის კვირას 5 საათზე აქ მთავრობის სახლის წინ. ისმოთ ფართომასშტაბიანი აქცია და ყველას ვისაც ანუ ხვალ აქცია ბათუმში არის. ხვალ იქნება ბათუმში მათ შორის ხვალ აქცია, ჩვენ აქ აქციები გვაქვს კიდევ ხოლმე 24 საათის განმავლობაში. თუმცა ფართომასშტაბიანი აქციისთვის ვიმზადებით ზეგ, ეს არის კვირას 5 საათისთვის. ყველას ვისაც ჯერა რომ სამართლიანი არჩევნები მნიშვნელოვანია, ვეპატიჟებით აქ ბათუმში მთავრობის სახლის წინ. მადლობა, ეს მო გიორგი ტიქაძე, ისევ დაძაბულობაა როგორც ეხლა ამ ძალიან ხო, ყველა მშვიდად. აი, გასულ ბიჭო, ყველა მშვიდად. აი, მოაყვები. Все, фига. Все, полиция там. Бичебо. სიტუაცია როგორც ხედავთ და ოქმების გაკვრა შემოჯობილი ოქმების გაკვრა მთავრობის სახლის წინ ისევ გრძელდება ამ შემთხვევაში აი აქეთაც გაგრძელდა ეს თორტი და შემოჯობილი ოქმების გაკვრა მთავრობის სახლის წინ აი ამისთან აბსურდი რომ გავუთმო ახლა ამათ ეს უკვე არის გამარჯობა თქვენ აბსურდი ნახეთ პირადად ოქმში ამაზე მეტი აბსურდი რასაც ხედავთ აქ გაყალბებულ ოქმებს როგორ შეიძლება ზედმეტი ამომრჩეველი მოვიდეს ან და ამომრჩეველი იყოს 114 და აქედან დაიკარგოს 100 ოქრო 100-ის ბიულეტინი შეიძლება ასეთ რაღაცა თქვენ ამ აქციის მონაწილე ხართ თუ გამოიარეთ მონაწილე ვარ მე სულ ვარ ყოველდღე ვარ აქ აქციაზე და მონაწილე ვარ და ვაპროტესტებ ამ გაყალბებულ არჩევნებს გაქვთ მოდინი რომ ჩაინიშნება ქვეყანაში ხელახლა საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს აბა რისთვის ვიბრძვით მინ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს თორე ეს თუ შევარჩინეთ უკვე მე არ ვიცი კარგი მადლობა აი კონსტიტუციის დარღვევა. აგერა კონსტიტუციის სასამართლო შუაში ყავს სამართალ აი აგერება გასაგებია ფაქტია საკუთო. არა. ამათ მომყოფილი. ახლა მაგათ თომათი გავალება არის. ამათ გავალება, ამათ გაიწება, გავალება რაცხადა. აგერეგო. ორას გამომარე.
თქვენ ხედავთ შემაჯამებელ ოქნებს, რომელიც დღეს ოპოზიციამ გამოფინა აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან. ოპოზიციის წარმომადგენლობა გაარბეს აი ესეთ თუკი მთელ სიგრძეზე. სადაც საპროტესტო აქცია უკვე 8 ნოემბრიდან იმართება და გამოფინა შემაჯამებელი ოქნები. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის უმეტესობა არის ბათუმის საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქნები. ამ თუკის გაბმამდე იყო ერთგვარი მცირეოდენი დაპირისპირება ოპოზიციასა და პოლიციელების შორის, როგორც ოპოზიციამ განმარტა დაპირისპირების მიზეზი იყო ის, რომ თუკის გაბმაზე მიიღეს პოლიციელებისგან უარი, თუმცა ერთგვარი სიტყვიერი კამათის შელაპარაკების შემდეგ მათ მოახერხეს აი თუკის გაბმა აქ და განმარტეს, რომ დაახლოებით 1 საათი იქნება გამოფენილი ეს შემაჯამებელი ოქნები აჭარის მთავრობის სახლის წინ. საპროტესტო აქცია 8 ნოემბერს დაიწყო როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. საპროტესტო აქციები გრძელდება. როგორც ჩვენ ახლა გიორგი კირთაძე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გვიტყვა, ხვალ იქნება ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია ბათუმში, თბილისის საპროტესტო აქციის პარალელურად, ხოლო საჯარო გამოსვლები და უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია ბათუმში იქნება კვირას 5 საათზე. საპროტესტო აქციის შეკრებილები მოითხოვენ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახლა არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შედეგად 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატი, თუმცა მათ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს და მიიჩნიეს, რომ პარლამენტში შესვლა იქნება ერთგვარი აღიარება ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების, ხოლო ხელისუფლებას უნდა შეექმნას ლეგიტიმაციის პრობლემა და პოლიტიკური კრიზისი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ასე რომ ამ ეტაპზე 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 2 პოლიტიკური ძალა მოხვდა უმაღლეს საბჭოში, გაერთიანებული ოპოზიცია და ქართული ოცნება, თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია ნაცმოძრაობა უარს აცხადებს ასევე უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. ამ ეტაპზე ეს მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში და ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება. შემაჯამებელი ოქნები გამოიფინა მთავრობის სახლის წინ. აქ ისევ არის გაშლილი კარვები, სადაც ადამიანები ღამითაც ჩერდებიან და უწყვეტი საპროტესტო აქცია გვაქვს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი ლიდერისგან, გიორგი კირთაძისგან. ხვალ არის აქცია თბილისში 3 საათზე, ხოლო ბათუმში მასშტაბური აქცია გაიმართება კვირას 5 საათზე. ახინჯავრელი ბიჭი რო არა. როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ოპოზიციის წარმომადგენლობა გააკრეს შემაჯამებელი ოქნები აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან, სადაც 8 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციის შეფასებით ეს არის ოქნები, რომელიც აჩვენებს იმას, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. თქვენ უკვე იცით, რომ საპროტესტო აქციები როგორც ბათუმში, ასევე თბილისში იმართება იმ მოთხოვნით, რომ არჩევნების შედეგები გაბათილდეს და ხელახლა არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, დარჩით ჩვენს არხზე, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელების ჯიდან ედგაზეთ იჯი. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანიანი ძე ვარ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.